მახსენდება სულხან საბა ორბელიანის ესეთი ფრთიანი ფრაზას სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანიო იმ კონტექსტში, როდესაც დღეს 23 დეკემბრიდან უკვე შეგვიძლია ჩვენ ყოველგვარი გართულებების გარეშე გამარტივებულ რეჟიმში ვისაც სურვილი აქვს აიღოს ვიზები და წავიდეს რუსეთში. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. მე ვახსენე ის ფრაზა თავში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ ჯერ კიდევ ივნისის თვეში ვაუწყეთ საქართველოს მოსახლეობას, მას შემდეგ რაც შეხვედრები ქონა ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ქალბატონ ბურჯანაძეს რუსეთში, იქ იყო ნათქვამი, რომ უახლოეს ხანებში დაიწყო და უახლოეს ხანებში შედეგი იქნება ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, ხოლო პერსპექტივაში საერთოდ გაუქმებასთან დაკავშირებით და სასიამოვნოა რომ ეს ასე ახლა ვინც როგორ უნდა თქვას, რანაირადაც არ უნდა თქვას, ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ დაახლოებით სხვადასხვა მონაცემებით მე ოფიციალურად გავეცანი ამ მონაცემებს სხვადასხვა წყაროებიდან 850,000-დან 970,000-მდე საქართველოს მოქალაქე ამჟამად არის რუსეთში. ახლა როგორ ამუნათებენ ზოგიერთი ორგანიზაციის, პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები, რაღაცის მეხუთე ხარისხოვანად ამბობენ ამის შესახებ. ეს არ არის სწორი, რადგან საზოგადოებას და ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ამის სურვილიც აქვს, რაც არ გამორიცხავს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წვდომას. ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ამიტომ მე ხანდახან ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, როდესაც კომენტარები გაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, ეს რა არის და ეს იმიტომ მოხდა, რომ ჰიპოთეტურად ვამბობ, ერთ ვაკნას ასე იყოს, მაგრამ ჰიპოთეტურად ვამბობ, რომ გამოაცხადოს ჩვენმა ჩtildeოელმა მეზობელმა უარყოს სამხრეთ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და უკვე ოფიციალურადაც დე-ფაქტოდაც და იურიდიულადაც როგორც თავიდან იყო საქართველოს ტერიტორიულ შემადგენლობაში იყოს ჩვენი ძირძველი მიწები, მე მგონებ მთელ რიგ პოლიტიკურ ძალებს და ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეს არ გაუხარდებათ, იმიტომ რომ საკბილოს და თემას და დასაფინანსებელ პროგრამებს დაკარგავენ. აი ამ კონტექსტში ამას იმიტომ ვამბობ, რომ საზოგადოებას ეს უნდოდა, ელოდა და გაკეთდა და ჩვენი დიდი წვლილიც, ჩვენი პოლიტიკური ძალის ამაში არის და ვისაც უნდა დაინახოს, ვისაც უნდა არ დაინახოს. ეს სხვა საკითხია. და მეორე ამ კონტექსტში იქვე ითქვა გახსოვთ ივნისში, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც რა თქმა უნდა არის 22% ჩვენი ძირძველი მიწების წამღები, დროებით და აქ არის უცხო ქვეყნის ბაზები, აი ამ ხელისუფლებამ ჩვენი შეხვედრების შემდეგ გამოთქვა პოლიტიკური მზადყოფნა ტერიტორიულ მთლიანობასთან და საერთოდ აფხაზეთის ქართველების და ოსების საუბართან დაკავშირებით და ესეც დასტურდება სულ ახლახანს მათი ლიდერის გამონათქვამში, რომ თავად თუ დაელაპარაკებით თქვენ ერთმანეთს, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტს მივიღებთო. ამის ეს საკითხებიც იქნა რამდენიმე თვის წინ ჩამოტანილი, მაგრამ დღევანდელმა უმოქმედო ხელისუფლებამ, რატომღაც თავი რო შვეიცარიის რატომღაც თავი შვეიცარიის თუმთლიანად არა ერთ-ერთი კანტონის მთავრობად წარმოუდგენია თავი და თვითკმაყოფილებას და ბედნიერებას არის მიცემული და გონია რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, მიაყურა და მიაჩუმათ ეს და თავიდანვე რომ ამის ინტერესი ქონებოდა, იქნებ ჩვენ უფრო ადრე მიგვეღო ის რაც მივიღე და უფრო დაწყებულიყო ფართომასშტაბიანი პოლიტიკურ დონეზე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საუბრები, მაგრამ ამას გაურბიან, იმიტომ რომ არ აქვთ ბაგაჟი იმისი, რომ ილაპარაკონ და ის თეზა, რომ აი ჩვენ წინასწარ უნდა გვითხრან რა გადაწყდება და მერე ჩავებებით, ეს არის ზღაპრები, მუცლით მეზღაპრის ზღაპრები, რომლითაც უნდა თავიანთი უნიათობა გაამართლონ. ეხლა რაც შეეხება 3 წლიან შეჯამებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვეგონა რომ ეს დღევანდელი ჩვენი ტერიტორიები დაკარგული სიღარიბის ზღვარს მქონე სიღარიბის ზღვარს ქვევით მქონე ასობით და ათასობით ადამიანის სახელმწიფოს აღმასრულებელი სტრუქტურის ლიდერი კი არ საუბრობდა და სხვები კი არ უბავდა მას გვერდს, არამედ რაღაც აყვავებული სახელმწიფოსი სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ვიდრე ისინი თვითკბობას დაიწყებდნენ იმ პროგრამით, იმდენი
გრამატიკულად, სტილისტურად, რომ პოლიტიკურად აღარ უნდა თქვათ, უამრავი შესწომებია და მინდა უთხრა ძალიან მაღალ ანაზღაურებადი მრჩევლები და სტილისტიკოსები და ფილოლოგები ყავთ თითქოს და დოკუმენტი მაინც დაწერეთ ისეთი, რომ კაცმა ენა არ მოიტეხოს და წაიკითხოს. და აქ პრაქტიკულად არ არის ის ამ დოკუმენტში არ წერია ის რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და პირველ რიგში მე მინდა ვკითხო, როდესაც გახსოვთ თქვენ რუსთავი ორთან დაკავშირებით როგორი ჭიაკოკოვანა და გაწი გამოწია ატეხა დღევანდელმა ხელისუფლებამ და გადაეფარცხა ეს საქმე, ჩაეფარცხა ეს საქმე, გამოდის მათი სპეცსამსახურის ერთ-ერთი პირველი პირი და ამბობს რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალებასთან და შეთქმულებასთან დაკავშირებით. მოგმართავთ ბატონებო, სად არის ეს საქმე? რატო გვატყუებთ? მორიგი ტყუილია. ან, როდესაც ჩამონათვალი გაქვთ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული გაკეთდა. კი, შეიძლება ესეთ სისხლიანები აღარ ახართ, როგორც თქვენი ყოფილი კოლეგები, მაგრამ სად არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, სად არის ქონების დაბრუნების პროცესი, სად არის იპოთეკარების საქმე, გახმაურებულ საქმეებს ვახსენებ ხელისუფლებას. ერთი სიტყვა არა ნათქვამი ამასთან დაკავშირებით. ჯვანიას საქმე, ხარძიანის საქმე, კიწმარიშვილის საქმე, შარაძის საქმე, იუმბედური ბავშვის საქმე, რომელიც ქვევრში დაიხშო, სამუშაო ადგილებზე რატომ არ იყო სერიოზული საუბარი, სიღარიბეზე რატომ არ იყო საუბარი, მილიონი რომ უნდა დარიგებოდა თითოეულ სოფელს, რომელმა ჭკუათ ყოფილმა და ეკონომისტმა გაგითვალათ ესეთი გათვლები, სად არის ამუშავებული საწარმოები, დახვეწილი საგარეო პოლიტიკა, მხოლოდ მარტო ერთი მიმართულება რო აგიჩემებიათ, ის თქვენი გადასაწყვეტი არა, როგორც გადაწყვეტს დასავლეთი, ისე იქნება ის მიმართულება. თქვენ უნდა სხვა სერიოზული საკითხები წამოწიოთ წინ, არა მხოლოდ ეს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რო ვერ ნახეთ ჩვენ ვერანაირი პროგრამა, მარტო ნახსენები იყო სამაჩაბლო, ჩვენი ტრაფარეტად ქცეული უკვე ჩვენი ძმები აფხაზები, ჩვენი ძმები ოსები, მაგრამ პროგრამა სად არის ის, რომლის მეშვეობითაც ნაბიჯ ჩვენ ეს საკითხები უნდა განგვეხორციელებინა. და ბოლოს ეს საერთოდ პერლი, სასწაული პერლი, როდესაც ამთავრებს მოხსენების წამკითხველი და რაღაც ახალი რაღაც სიახლე აღმოაჩინა ქართულ პოლიტიკაში აქამდე მე არ მეგონა ციტირებას ვახდენ. ჩვენო ისეთი პოლიტიკური კულტურა უნდა დავამკვიდროთ, სადაც ფასეულობათა სისტემის ცენტრი იქნება ადამიანიო. ბატონებო, დამისახელე დემოკრატიულ სახელმწიფოს რომელიმე პროგრამა ან საერთაშორისო კონვენცია, გაეროდან დაწყებული ვენის კონვენციით, სადაც უმთავრესი არ იყოს ადამიანი, რაც უკვე 2 საუკუნეზე მეტია და 3 საუკუნეზე მეტია ამ დემოკრატიზმის პრინციპებს გულისხმობ დასავლურს შემოტანილი მსოფლიოში, თქვენ ახლიდან რატო იგონებთ და რატომ იბრალებთ ამას? აქედან გამომდინარე, კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ მთელი რიგი შეკითხვებია მათ მიმართ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ იყო სერიოზული პროგრამა და არც იმაზე იყო საუბარი, როცა ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ტყუილა ნუბაქი ბუქობთ, ერთი წლის წინ მოუწევს ხელისუფლებას, როდესაც არ აქვს ეკონომიკური პროგრამა და სტრატეგია, მოუწევს სეკვესტრი, არაო, მაგრამ მოუწიათ სეკვესტრი, მოუწევდათ ლარის კურსის დევალვაციას ვნახავდით ჩვენ და რას ამბობთ, ეროვნული ვალუტა გამყარდებოდა და პირიქით მოხდა, ფასებმა აიწია და ეხლა განსაკუთრებით ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ აქედან გამომდინარე ინფლაციაც საკმაოდ სოლიდური პროცენტი იქნება და კიდევ აიწევს 6.3% და კიდევ აიწევს. როდესაც ხელისუფლება არ გიჯერებს და მოსმენის კულტურა არ აქვს, ის შედეგებია, რასაც ჩვენ ვღებულობთ, რა შედეგებსაც ვღებულობთ. არ დასრულდა საქართველოში სატელეფონო სამართალი, რასაც ჩვენ ამ დღეებში უყურებთ. ამიტომ არის რომ და ასევე ხელისუფლება, რომელიც ურთმელიზაციის პროცესით და რომელიც თავს გვახსენებს ურთმელიზაციის პროცესით და უკვე მურუსიძესაც კი მიადგა რომ თურმე ის ყოფილა სამყაროს ჭიპი სასამართლო სისტემაში რეფორმების თვალსაზრისით, იმ ხელისუფლებას რეალური ქმედების სურვილი არ აქვს. ამიტომ შეიძლება მაზე ითქვას, რომ ეს არის ხელისუფლება ჩინით მსუყენი, როგორც ნათქვამია და ჭკუით ხალვათნი. აი ესეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ მათ ამ პროგრამაზე. ეხლა რაც შეეხება NDI-ს, NDI-სთან ჩვენ შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, არ მოწონდეს, ჩვენ გვაქვს ჩვენი
მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება NDI-სთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს NDI კომპრომეტირებული ორგანიზაცია გახდა ნავაროდან დაწყებული ამ ქალბატონის ჩამოგბრძანით, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას ვფიქრობთ აყოლილი და საერთოდ შეგვეყარა ეს უკურნებელი სცენი, ვერ მოვიცილეთ. მაინც და მაინც NDI-ის მიერ ბეჭედ დასმული პოლიტიკური დღის წესრიგი ცხოვრების. რა გახდა წლების მანძილზე, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ეროვნული სოციოლოგიური გამოკითხვის სააგენტო, რომელიც არავის ინტერესს არ გაატარებს. რა გახდა? ყველგან მოხდა ასეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც დაფინანსებაც ხდება არა სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან, არამედ საქართველოს ბიუჯეტიდან და ამ ფინანსებს აკონტროლებს თითოეული ჩვენთაგანი იმ თვალსაზრისით, რომ იქნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური კონიუნქტურისგან, პოლიტიკური სიმპათია, სიყვარულ სიძულვილისგან და რეალურ სურათს დებს და NDI და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ, არავინ არ ხლის მათ და არავინ არ უშლის ხელს, მაგრამ თლიანად სპეცსამსახურივით ლამის ვაკონკრეტებ ჩამოაყალიბოს და ამ ერთადერთ ორგანიზაციას მიეცდეს მანიპულირების საშუალება და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების უფლება, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. მით უმეტეს, რომ თუ პროფესიონალიზმია საუბარი, ჩვენ ნახეთ მათ მიერ დადებული შედეგები 2012 წელს, როდესაც ამბობდნენ ერთს და მოხდა მეორე. იგივე ჩვენ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით ადგილობრივ არჩევნებში გახსოვთ თქვენ 0.8 და შემდეგ 1% დაგვიწერეს აღმოჩნდა და რეალობა სხვა მიუხედავად მრავალი ზეწოლისა 11% მივიღეთ, რაც რა თქმა უნდა არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ მაინც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ NDI-ის ზედმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ, მაგრამ მივაქცევთ იქამდე, ვიდრე სხვა საპირწონე ესეთი ავტორიტეტული ხوار დაელია საქართველოში ღირსეული პროფესიონალები, არა? არიან ძალიან ძლიერი სოციოლოგები, არიან ძლიერი სპეციალისტები ამ დარგის უცხოეთში განათლება მიღებული ჩამოსული ახალგაზრდები სამუშაოს ორეზრებენ მრავალი ენა იციან, მედიის წარმომადგენლები, შეიძლება მათგან სერიოზული დაფინანსების შემთხვევაში ძალიან სერიოზული ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს და კითხვებიც დაისვას უფრო მარტივი. მე როდესაც ნახე კითხვები მე თვითონ დავიბენი ასე უპასუხებ, მაინც ის პროცენტი ჯდება, ისე უპასუხებ, მაინც ის პროცენტი. ამიტომ ცოტა არ იყოს გასაკვირია. რაც შეეხება შეწყალებში კომისიას, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვამბობ როგორც მოქალაქე, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის, ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი, რომ ისიც კარგია ეგ საუბრები, ვიღაცას გონია რომ გმირობა წელიწადნახევრის შემდეგ, მომხდარი ფაქტის შემდეგ ამის გახმაურება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებელია ჩვენ დაგვიდონ და ნახოთ ფაქტობრივი მასალა რა არის. ხო შეიძლება რომ კვირაში ერთხელ თითო სიტყვას აი ეხლა მე ამ ციფრს გეტყვით, მე ეხლა გვარს დავასახელებ ერთი კვირის თავზე მოვიდა ახალი წელი, გითხარით ბატონებო რაშია საქმე და წაგვაკითხეთ ის SMS-ი, ის გზავნილი, სადაც რომელიც მოიცავს ორ მიმართულებას, არის დანაშაული იურიდიული, მაგრამ არის დანაშაული მორალური, რომელიც არ უნდა ჩაიდინოს თანამდებობის პირმა. თუ ერთი არის, ან მეორე არის, უნდა ვიცოდეთ და მაშინ ჩვენ სხვანაირად ჩამოყალიბდებით, მაგრამ როდესაც არის საუბარი, მაგრამ ხელთ არ ამაქვს მე არაფერი, ამიტომ ჩვენ მოვვითხოვთ, რომ ეს იყოს. აი ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ველით, როგორც ციურ მანასავით ველით, აი ფაქტობრივ მასალას, რაც შეიძლება ამას უძღოდეს. ისე რომ იმ სიებში მართლაც რამდენიმე ადამიანია ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანთან პარალელურად მოხვედრილი და მათ მიმართ კითხვები არის, ეს ფაქტია. ამას ამბობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს სიები მტკიცდებოდა და ან მტკიცდებოდა, ან არ მტკიცდებოდა იმ პროცესში. და ისე რომ ვახსენე სატელეფონო სამართალი ყვავის საქართველოში, თანამდებობის პირების ზეგავლენა არის ამა თუ იმ მიმართულებებზე და ეს სატელეფონო საუბარი არამც არ მოიშანთა, ეს უნდა მოიშანთოს ცეცხლი და מחვილით სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებში, ეს ცნობილია და ამას არანაირი SMS-ი არ ჭირდება, მაგრამ როდესაც კონკრეტიკაზე დგება საუბარი და პიროვნებების, თუნდაც თანამდებობის პირების დასჯაზე, ჩვენ გვინდა მეტი მასალები და კიდევ მეორეც ჩვენ პატივსცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს
დღევანდელი პრეზიდენტი ვის არა, მაგრამ ამავე დროს გვაქვს შეკითხვები. ჩვენ შუამავლებით ნუ გველაპარაკებით, როცა საჭიროა გამოდიხართ და ბრიფინგებს ატარებთ და ვეტოს ადებთ ყველაფერს, მე მას მისტერ ვეტოს კი შევარქვი, მეგობრულად და ხუმრობით, თუმცა პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თუ კი ასეთი ფაქტი იყო, თქვენ ახართ ერთ-ერთი ლიდერი სტატუსით, თანამდებობრივად. რა გამოგზავნა აგიტყდათ და ესეთი არაოფიციალური შიკრიკების და მალემსრბოლების გაგზავნა სპეცსამსახურებში თუ პროკურატურაში თქვით სათქმელი ჩაატარეთ ბრიფინგი დადეთ მასალა შეავსეთ ოფიციალური ბლანკია თუ განცხადება თუ ტექსტი და აღძრული იყო სიცხლის სამართლის საქმე. გასაგებია ეს ყველაფერი. მე ხა კონკრეტულ ფაქტს არ ვამბობ, მაგრამ ერთ სამხრეთ ამერიკელი მწერალია, ესეთი რომ იტყვი და არაფერს არ ამბობ, ასეთ ქმედებებს ენა მაკეობას კი უწოდა და ესე გამოვა, თუ კი არ დაიდება ფაქტები. ამიტომ პირველ ყოვლისა მე არ გულისხმობ იმ საკრებულოს ახალგაზრდას, პირველ ყოვლისა გულისხმობ პრეზიდენტს, რომელიც დადუმებულია და სხვები ანკეთებენ კომენტარებს. გვითხრით, რა წაიკითხეთ? თუ გინდათ ეს გააკეთეთ დუშეთიდან, თუ გინდათ სასახლიდან, თუ გინდათ კანცელარიიდან, თუ გინდათ საიდანაც გინდათ იქ, მაგრამ გვითხრით, იმიტომ რომ ვალდებულება გაქვთ თქვენ ეს გვითხრათ ჩვენ. ნუ გვაწვალებთ. გადავიდეთ ხო ძალიან კი ციტაი პრეამბულაში თქვი მე რომ ამბობენ და შეიძლება თქვათ ლოგიკურია ნაწილობრივ რომ რაღაც საპირწონე იყოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რომ აი ჩვენს ვაკეთებთ ამ ჟესტს მაგრამ ჩვენ ხო ისიც ხო ვთქვით რომ ჯერ კიდევ ივნისის თვეში როდესაც ეს აქტიური არ იყო საუბარი რომ აი ახლა მოგცემენ ვიზა ლიბერალიზაციას ამის შესახებ ჩვენ ქონა სერიოზული საუბარი და ამის შესახებ ჩვენ ვაუწყეთ საზოგადოებას უფრო მეტიც როდესაც ჩამოვიდა ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი რუსეთიდან და სადაც თქვა რომ აი ეს დაწყებულია ეს პროცესი და ადრე თუ გვიან ბოლომდე ოღონდ აუცილებელია ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურები ჩაერთვენ და მე ველოდები პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას ან პრეზიდენტთან იმიტომ რომ ამის გარდა ამ ტექნიკური საკითხის გარდა არის სერიოზული პოლიტიკური თემატიკაც არც კი განზრეულა ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელფასს და პრემიებს და დანამატებს ვინ აიღებდა, მთელი გამეცადინებული იყვნენ ამ საკითხზე. ამიტომ ამასაც ვამბობთ და ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ იქ იმ საუბრებში თუ გაინტერესებთ მე რა საუბრებიც იქ იყო რუსეთში მაღალ რანგის დონეზე შეხვედრებისას იმ საერთაშორისო მსოფლიო სიმპოზიუმის კონტექსტში და ცალკეც იქ როდესაც საუბარი იყო ვიზების გამარტივების პროცესთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე და შემდეგ ეტაპზე საერთოდ გაუქმების და ალბათ 2-3 თვე შეიძლება ესეც მოხდეს იქ საკითხი არ დასმულა აი ჩვენ ამას გავაკეთებ და თქვენ ეს გაგვიკეთეთ. ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ყველაფერია შესაძლებელი, ყველა სახელმწიფო, მათ შორის ასეთი დიდი სახელმწიფო თავის ქმედებაში თავის დამატებით ინტერესებს, თუმცა მეტი რაღა ინტერესი უნდა წაიღოს 22% აქვს წაღებული საჩუქრად კიდევ კოდორის ხეობას მივართვით. ამიტომ ეს მომავალი გვაჩვენოს, მაგრამ თუ ჩემი ვინმე ჯერა ან გჯერათ და არიან ასეთი ბევრი, მე რწმუნეთ რომ ამ შემთხვევაში რაიმე სამაგიერო არ მოუთხოვიათ. არ ჭირდებათ მათ ეს. აღმაშფოთებელი ფაქტია, აბა რა გითხრათ. მე ეგ სიტყვა ვიხმარე, დღევანდელი ხელისუფლება ადგია ურთმელიზაციის პროცესს და რომელ სინდიზე, რომელ ღირსებაზე, რომელ სახელმწიფოებრივ ხედვაზეა საუბარი, როდესაც ეს ადამიანი ისევ ყელყელაობს და ისევ ტივტივებს. ეს და საერთოდ ასეთი მოსამართლეები არიან, რომელთა ქმედებითაც დაზიანდა 10,000 და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე და თუ კი დღევანდელი ხელისუფლება ვერ ხვდება ამას და მიხვედრასაც ნიჭი უნდა, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია მათი სისუსტის. და ამ სისუსტის დამადასტურებელი იყო ის სამწლიანი ანგარიში რაც ჩვენ ნახეთ. მე როგორც მოქალაქეს, თუ როგორც მოქალაქეს რაც კიო და გულს იქ არ იყო. იყო დითი რამბები, იყო აი ჩვენ უკეთესები ვართ, ჩვენ ესა ვართ, ჩვენ ისა ვართ, მაგრამ პერსპექტივა მე ვერ დავინახე. თუმცა რაღაც წარმატებებიც იყო, ამას ვერ დავკარგავ, მაგრამ ეს წარმატებები ფერმკრთალდება
იმ დუმილსა და უმოქმედობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, თბილისში ხდება, მერიაში გაბატონებულ არაპროფესიონალისთან და უმოქმედობასთან ხდება და სხვა და სხვა. და ერთიც იქნებ ჩადოთ რა. აი ხა ამას წინათ გამოვიდა ხელისუფლება და ეს ნახეთ, იქნებ ჩვენ ახალგაზრდებს ეხება, თქვენ ახალგაზრდებიოთ, მე არა. აი კრიმინალის შემცირდა, დავანებოთ ამ ციფრებით საუბარს, მაგრამ უმძიმესი მდგომარეობა აფთიაქებში. ისევ გრძელდება ფსიქოტროპ, თუნდაც გავიმეორებთ ამას. უმძიმესი მდგომარეობა აფთიაქებში. ისევ გრძელდება დახლქვემოდან ფსიქოტროპული ნივთიერებების გაყიდვა. გამოლაყებულია ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი და რატომღაც ხელისუფლება ამბობს, რომ არა, ჩვენ 99%-ით ეს პრობლემა მოხსენით. არ არის ასე. შეწუხებულები არიან ოჯახები, დანგრევის პირას არიან ოჯახები და ნუიტყუება ხელისუფლება და მიაქციოს ამ საკითხებს ყურადღება. არის ამის მრავალი ინფორმაცია და იოლად შეიძლება თუ კი დაინტერესებულები არ არიან ვიღაცა მაღალჩინოსნები ამ საფთიაქო ბიზნესით დახსქვემოთ კორუფციული გარიგებებით შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოვლენა. ეს არის მშობლების ტკივილი, ეს არის ამორჩევლების გულის ტკივილი, ეს საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც ჩვენთან მოდიან და არა მხოლოდ პარტიული კუთხით. თბილისში წუხან ოჯახები ძირითადად რომ ეს ხდება.